გამარჯობა, მე ირაკლი ვარ არაბული, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. თანამ დღევანდელი ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ ის რაზეც გსურთ, რომ ვისაუბროთ. დღევანდელი ვიდეო შეეხება HASP-ს, სურსათის უნებლობის სისტემას და დღეს ვნახავთ რეალურად, როგორ მუშაობს ეს სისტემა ობიექტზე. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უნებლობის სისტემა, რომელიც ქართულად ითარგმნება შემდეგნაირად: საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. პირველად 70-იან წლებში შექმნეს NASA-მ კოსმონავტებისთვის, რომ სურდათ უნებელი სურსათის მიწოდება კოსმოსში. მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა სავალდებულო ამ სისტემის დანერგვა და მიღება და მათ შორის 2015 წლიდან საქართველოში შემოვიდა პირველად და ნელ-ნელა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ოპერატორებისთვის გახდა სავალდებულო, ხოლო 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულო არის ეს სისტემა, რომ დანერგილი იყოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ხოლო 2023 წლის 1 ივნისიდან აბსოლუტურად ყველა ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია, რომ დანერგილი ქონდეს ეს სისტემა. ვინც ფიქრობთ, რომ ეს სისტემა მხოლოდ ქაღალდებია, გთხოვთ დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე და უყუროთ. როდესაც ობიექტზე იწყება HASP-ის სისტემის დანერგვა და ობიექტის სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, აღჭურვილობით, ინფრასტრუქტურით, გამოყენებული ზედაპირებით თუ სხვა, ამის შემდეგ იწყება უკვე HASP-ის სისტემის დანერგვა. პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი, როდესაც სისტემა ინერგება, ეს არის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს პრერეკვიზიტული პროგრამების, ეგრეთ წოდებული პრერეკვიზიტული პროგრამების დანერგვა, ეგრეთ წოდებული წინასწარი აუცილებელი პროგრამები, ან SOP-ები, რამოდენიმე დასახელების სახელი ჰქვია ამ პროგრამებს. წინასწარ აუცილებელი პროგრამებში, ეგრეთ წოდებულ SOP-ებში გაწერილია ის საფრთხეები, რაც შეიძლება ხდებოდეს წინასწარ ობიექტზე. თითოეულ SOP-ს, ანუ წინასწარ აუცილებელი პროგრამას ან სტანდარტულ საოპერაციო პროცედურას აუცილებელია თანახმდეს დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ამ წინასწარი აუცილებელი პროგრამის შესახებ ყველაფერი. კონკრეტულად შეგვიძლია ვნახოთ ნიმუშები, რომელიც აქვს ამ ობიექტს შედგენილი და თითოეული პრერეკვიზიტული პროგრამა გაწერილია დოკუმენტის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის დირექტორი და HASP-ის ჯგუფის ლიდერი. SOP-ებში გაწერილია თითოეული პროცესი, რაც შეიძლება მოხდეს ტექნოლოგიური პროცესის დაწყებამდე. ამ SOP-ებში გაწერილია კონკრეტულად ის საფრთხეები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება მოხდეს და ასევე გაწერილია მათი კონტროლისთვის დაწესებული ღონისძიებები. მას შემდეგ, რაც მოხდება ყველა წინასწარი საფრთხეების დადგენა და მათი კონტროლისთვის დაწესდება ღონისძიებები, ამის შემდეგ იწყება უშუალოდ HASP-ის სისტემის დანერგვა. პირველი ნაბიჯი HASP-ის სისტემის დანერგვის და როგორც ვიცით, HASP-ი შედგება 5 მასამზადებელი ეტაპისგან და 7 პრინციპისგან. პირველი მასამზადებელი ეტაპი ეს არის HASP-ის ჯგუფის შექმნა, სადაც უნდა შეიქმნას HASP-ის ჯგუფი და დაინიშნოს ლიდერი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ HASP-ის ჯგუფს. HASP-ის ჯგუფი შემდეგ უკვე პასუხისმგებელია, რომ სისტემა მიმუშაოს სრულყოფილად და შესაბამისად ჯგუფის ლიდერი აკონტროლებს ამ ყოველივეს. შემდეგ ნაბიჯზე ხდება უკვე პროდუქციის აღწერილობა, იხსენება ის წარმოებული კერძები და მათი თვისებები, გამოყენების სფერო, ასე ვთქვათ, მისი მომზადების ტექნოლოგია, მომხმარებელზე მიწოდება, როგორ ხერხდება, რა ინგრედიენტებია გამოყენებული, ვის შეუძლია მიირთვას და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე მეოთხე ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ეტაპი, ეს არის ტექნოლოგიური ბლოკ-სქემის შედგენა. ტექნოლოგიური ბლოკ-სქემა მოიცავს იმ ეტაპების თანამიმდევრობას, რა ეტაპების გავლის შემთხვევაშიც მზადდება მაგალითად იმერული ხაჭაპური ან სხვა ცომეული კერძი. უნდა შედგეს ტექნოლოგიური სქემა, სადაც უნდა გაიწეროს ნედლეულის მიღებიდან გაცემამდე ყველა ეტაპი, თუ რა ეტაპებს გადის, რომ მივიღოთ საბოლოო პროდუქტი, ასევე ტექნოლოგიურ სქემაში უნდა გავითვალისწინოთ ყველა შემომავალი და გამავალი პროცესი და საბოლოო ჯამში ეს ტექნოლოგიური სქემის გადამოწმება, ანუ ვერიფიკაცია უნდა მოხდეს ადგილზე კომპეტენტური პერსონალის მიერ, ვინც უშუალოდ ამ პროცესებს ანხორციელებს.
ამით დასრულდება, ასე ვთქვათ, 5 ეტაპი HASP-ის დანერგვის და შემდეგ იწყება უკვე 7 პრინციპიდან პირველი პრინციპი საფრთხის ანალიზი, რა დროსაც ამ ტექნოლოგიურ სქემაში მოცემულ თითოეულ ეტაპზე ხდება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების კონტროლი. და შემდეგ უკვე ხდება კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა, ანუ იმ საფრთხეების, რომლის წარმოშობაც ძალიან მაღალია და მონიტორინგის და კონტროლის გარეშე ამ საფრთხეებს ვერ გავაკონტროლებთ. კრიტიკული საკონტროლო წერტილების მაგალითები შეიძლება იყოს ნედლეულის მიღება, ნედლეულის მაცივარს შენახვა, ფქვილის გაცრა, გაგრილება, თერმული დამუშავება, ცხლად შენახვა, ცხლად გაცემა თუ ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულია ობიექტის ტიპზე, თუ რას აწარმოებს და რა ტიპის ობიექტი არის. შემდეგ უკვე ხდება, ასე ვთქვათ, ამ კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე, ასე ვთქვათ, კრიტიკული ზღვრების დადგენა, შემდეგ ხდება უკვე მაკორექტირებელი ღონისძიებების დაწესება, მონიტორინგის პროცედურები ხდება, ჯერ და შემდეგ მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება და შემდეგ უკვე ხდება ამ სისტემის ვალიდაცია, ვერიფიკაცია, რომელიც რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. რა საკანონმდებლო მოთხოვნები ვრცელდება ტრაფიკების ობიექტებისთვის, როგორ უნდა იყოს შენობა მოწყობილი, რა ინვენტარი უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს განაწილებული ოთახები, რა სამუშაო ზედაპირები უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს ერთი ვიდეო გადაღებული და შეგიძლიათ იხილოთ, აღწერაში დავუთავთ ლინკს. ხოლო დღეს ვსაუბრობთ იმ მოთხოვნებზე, რაც უკვე უშუალოდ სამუშაო პროცესში უნდა განხორციელდეს, იმ პროცესებზე, რაც პერსონალმა უნდა დაიცვას, რომ საბოლოო ჯამში წარმოებული სურსათი იყოს უნებელი. ნინო, ეხლა ჩვენ გითხარი რა პროცესს აკეთებ ამ წამს. ეს არის თერმული დამუშავება, შეწვა. გითხარი HASP-ის მიხედვით რა პროცესი არის ეს? ეს არის კრიტიკული საკონტროლო წერტილი, სადაც ვაკონტროლებთ შეწვის დროს და ტემპერატურას. და რამდენი უნდა იყოს ტემპერატურა? 75 გრადუსში. 15 წამის განმავლობაში. ეხლა ჩვენ ვნახეთ HASP-ის ერთ-ერთი კრიტიკული საკონტროლო წერტილი, რომელიც არის თერმული დამუშავება, სადაც კონტროლდება პროდუქტის წვის ტემპერატურა და ასევე შიდა ტემპერატურა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უნებლობისთვის, რადგან პოტენციურად არსებული ბაქტერიები თუ არსებობს სურსათში, ამ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგ განადგურდება. ამ პროცესის გასვლის შემდეგ პერსონალმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ჩანაწერი თერმული დამუშავების ჟურნალში, სადაც ჩაწერს თუ რა ტემპერატურაზე დამუშავდა ამ შემთხვევაში ქათმის სპილეთ და რამდენი გრადუსი დაფიქსირდა ყველაზე ღრმა ადგილას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის და იმისთვის, რომ წარმოებული სურსათი იყოს უნებელი, ეს არის ინგრედიენტების მაცივარში შენახვა. მიღებული ინგრედიენტები მყისიერად უნდა მოხდეს მაცივარში შენახვა და აუცილებელია კონტროლდებოდეს მაცივრის ტემპერატურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, მინიმუმ 2-ჯერ. რა დროსაც კონტროლდება მაცივრის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა ჩამოწდეს დადგენილ ზღვარს, რომელიც არის +5 გრადუსამდე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ეს არის პერსონალის ჰიგიენა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს, რომ პერსონალი ყოველთვის ზრუნავდეს მის სისუფთავეზე, ჰიგიენაზე და დაცული ჰქონდეს ის მინიმალური მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია სურსათის უნებლობასთან. სასურველი იქნება თუ გამოკრული იქნება პოსტერის სახით ის წესები, რასაც უნდა იცავდეს პერსონალი. აუცილებელია, რომ თანამშრომელი ყოველთვის ჯანმრთელი გამოცხადდეს ობიექტზე
და წელიწადში ერთხელ მაინც მოიტანოს ჯანმრთელობის ცნობა და სხვადასხვა ანალიზები. HASP ეს არ არის უბრალოდ ფურცლებზე დაწერილი სისტემა, ეს არის ბიზნეს ოპერატორის თვითკონტროლის პროცესები, რაც შემთხვევაში წარმოებული სურსათი იქნება უნებელი. საფრთხის ანალიზის მიხედვით ეს პროცესი წარმოადგენს კრიტიკულ საკონტროლო წერტილის ცხრად შენახვა, სადაც კონტროლდება კერძის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 65 გრადუსისა. შესაბამისად, ჩანაწერიც კეთდება თუ კონკრეტულ დროს რა ტემპერატურაზე იყო ცხრად შესანახი კერძი. გარდა იმისა, რომ ობიექტზე შეიძლება იყოს სისტემა დანერგილი, აუცილებელია და ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალს ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება და ტრენინგი, რომ შეეძლოს სრულყოფილად ამ სისტემის მუშაობა, რადგან თუ სისტემა მუშაობს მხოლოდ ფურცლებზე, ეს შედეგს ვერ მოგვიტანს და ვერ მივაწვით მომხმარებელს უნებელ პროდუქტს, მაგრამ როდესაც სისტემა მუშაობს რეალურად, პერსონალსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და იცის თითოეული პროცესის შესახებ, რას აკონტროლებს, რატომ და რისთვის, ამ შემთხვევაში უკვე მომხმარებელს მიეწოდება უნებელი სურსათი და დაცულია კომპანიის რეპუტაცია და იმიჯი. მოკლედ, ამ ვიდეოში ვეცადეთ მაქსიმალურად მცირე დროში გადმოგვეცა ის მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია HASP სისტემასთან, მაგრამ სრულყოფილად ამდენი ინფორმაციის გადმოცემა რასაც მოითხოვს HASP და HASP სისტემა ვიდეოში ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ განახეთ ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც შეიძლება ხდებოდეს ობიექტზე და რაც შეიძლება ხდებოდეს მაშინ, როდესაც სისტემა რეალურად მუშაობს ობიექტზე და მომხმარებელს მიეწოდება უნებელი სურსათი. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ, გამოგვიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ ის თემები, თუ რაზეც სურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის, HASP სისტემის დანერგვისთვის და თანამშრომლების ტრენინგისთვის დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე.